პირები, რომლებიც საქართველოშიც ძალიან ბლომად არიან შექმნილი მთელი ეს სანაგვე. არ ვიცი, იცი, აი ალექსი წერს, რომ გასაგებია რომ რუსეთმა გაიმარჯვა და გამარჯვებული რუსეთი ჩვენი საქმე როგორ იქნება. აი როგორ გიპასუხო ალექსი, არ ვიცი. არ ვიცი. ფაქტია ის, რომ მოლაპარაკებები რაღაც კულუარული მიმდინარეობს რუსეთთან. როგორი მიდის და რა მიდის, არ ვიცი. არ ვიცი. და ერთი რაღაცაც არის კიდე იცი, საერთოდ კუდის კიცინის პოლიტიკა ყოველთვის არ მოიტანს კარგს. რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებით საერთოდ არსებობს ესეთი დამოკიდებულება, რას ცემს რუსული იმპერია პატივს, რის მიმართებაში ახდენს უკან დახევას და ასე შემდეგ. რუსეთი და რუსული იმპერია პატივს ცემს და უკან იხევს იმ შემთხვევაში, როდესაც კონსოლიდირებულ საზოგადოებასთან აქვს საქმე. ჭეშმარიტად მისი ქვეყნის პატრიოტებთან, ჭეშმარიტად იმ ადამიანებთან, რომლებსაც მისი ქვეყანა უყვარს, მოკვდებიან ამ ქვეყნისთვის, ფიქრობენ ამ ქვეყნისთვის, ცდილობენ მთელი თავიანთი ცხოვრება ჩადონ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა იყოს კარგად, არ აძლევენ საშუალებას, არც იდეოლოგიურ გახარებას და ასე შემდეგ. იგივე ფინელების მიმართებაში, იგივე ავსტრიელების მიმართებაში, იგივე ავღანეთის მიმართებაში, რომლებსაც დაამტკიცეს თავიანთი სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. არა მარტო რუსეთი, ალბათ ყველა დამპყრობელი ადრე თუ გვიან იხრის ქედს და ჩვენი ისტორია ამას გვასწავლის, მაგრამ დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან ვინ უნდა დაიხიოს უკან. და მის პოლიტიკურ კლასთან, რომლებსაც ჭირის დღესავით ეზიზღება საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. მე არ ვიცი. არაფერს ისინი არ დათმობენ. არ დათმობენ. დიპლომატია ჩვეულებრივი ბრძოლა. დიპლომატიაში გარდა უმაღლესი განათლების, ანალიტიკური აზროვნების და სხვა უამრავი რამის გარდა პირველ რიგში უნდა ჰქონდეს საკუთარი სამშობლოს სიყვარული. ჩვენთან კიდე დიპლომატია და დიპლომატიური სამსახური ბოზების, ჩათლახების, გარყვნილების და გადაგვარებული ადამიანების თავშესაყარი. აი მაგალითად აქ საფრანგეთში საქართველოს ელჩი მე რუსული კანონი მიიღო ქვეყანამდე გადაადგა. ვერ შეძლო ელჩი არის მისი ქვეყნის ჯარისკაცი. კარგს მიიღებს, სუთმის მიიღებს მისი ქვეყანა, მისი ქვეყნის შიგნით, ხო? ეს არავის საქმე არა, ელჩმა უნდა იმსახუროს და დაიცვას მისი ქვეყნის ინტერესები და ჩვენთან დიპლომატიურ სამსახურში აბსოლუტური უმრავლესობა შევარდანძის დროიდანაა მოყვანილი, საბოზეთი, ჩათლახეთი, საგარყვნილეთი, აბა მიდით ერთი რომელიმე ქვეყნის საელჩოში და ადამიანად თუ ჩაგთვლის ვინმე იქ რომ იხვალ, აქ არა საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეზე ვალდებულია ელჩმა და დიპლომატმა იზრუნოს. ადამიანად თუ ჩაგთვლიან იქ რომ ყურმიც აიღებენ ტელეფონზე საერთოდ. ესეთი დიპლომატები მოუტანენ ქვეყანას რამეს, ამიტომ მე არა მაქვს არაფრის იმედი. ზელენსკიმ სააკაშვილივით თუ დაამთავრა მადლობელი იყოს, არა მგონია, იმიტომ რომ იქ ისეთი ამბები არის ატეხილი, იმდენი სისხლია დაღვრილი, რომ ზელენსკი შეიძლება ბოდიში და ყვერებით ჩამოგიდონ იქ გრუშევსკის. და სლავა უკრაინე აძახებია. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, ჩემი პროგნოზი არის ის, რომ ფაქტია ეს ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთში მოლაპარაკებას ახდენს და გაყოფას ახდენს. გაყოფას ახდენს როგორც გავლენის ზონების, ასე სახელმწიფო საზღვრების ცვლილების. აი ძალიან